ჩვენ ვაშუქებთ მოვლენებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ ხდება. გაწვდით ფაქტებს ისე როგორც ის სინამდვილეშია. საუბრობთ პრობლემებზე, რომლებიც გაწუხებთ. ყოველ სამუშაო დღეს ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო სამსახური გთავაზობთ მიუკერძოებელ და დროულ ინფორმაციას. დღეში 6 ჯერ უყურეთ საინფორმაციო გამოშვება დღეს. და ჩვენ ზუსტად გიამბობთ რა ხდება დღეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ისევ ვაკანტურია. რატომ გადაიდო საკრებულოს ხდომა? დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომა გაიმართა. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს ჩვენ შემოქმედებით გუნდთან ერთად თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს კეთრინ ეშტონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული მიმართულებები და აქტუალური საკითხები, ასევე თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. ვფიქრობთ, რომ ქართული ხალხის ისტორიული ოცნება ევროკავშირში საქართველოს და ევროპის ქვეყნებთან ღირსეული თანადგომა და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა ეს რეალისტურია და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ეს პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდეს. მოხარული ვარ, რომ შევხვდი პრემიერ-მინისტრს. მე მიულოცე მას არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე და იმ გზებზე, თუ როგორ უნდა დავამყაროთ მეგობრული ურთიერთობა. მე მოუწოდა პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, რომ ისინი გუნდურები იყვნენ, რათა ხალხის მდგომარეობა მომავალში გაუმჯობესდეს. დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, მან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ამინისტიის პროექტს ეხმაურება. მისი განცხადებით ამინისტიის არა მარტო პატიმრის, არამედ საზოგადოების უფლება უსაფრთხოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული. დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმართა სია სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. ამ სიის შედგენა კრიტიკას ვერ უძლებდა. და ეს უკვე მარტო ოპოზიციის სიტყვები არ არის, ხო? ამაზე ილაპარაკა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლების ნაწილში მაინც დიდი ავტორიტეტი აქვს, გულისხმობ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ანუ რა თქმა უნდა, საჭირო არის ამნისტიები პერიოდულად, მაგრამ ძალიან დეტალურად არის შესასწავლი ვის და რა კრიტერიუმით ახვედრებენ ამნისტირებულთა სიაში. დღევანდელ პრესკონფერენციაზე დარჩიაშვილმა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებზეც გაამახვილა ყურადღება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის შეფასებით წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების რეიტინგზე განსაკუთრებული გავლენა სოციალურ-ეკონომიურ სფეროში დაპირებულმა ცვლილებებმა მოახდინა. ყველაზე ყბადაღებული თემა, რაც მუდმივად ისმოდა, იყო 220 თუ 230 ლარიანი პენსია, ისიერად ტარიფების შემცირება, განახევრება, უფასო ხნათესვა. უფასო განათლება. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი თვის თავზე ყველა ეს დაპირება ან მივიწყებულია, ან სერიოზულ სახეცვლილებას განიცდის. ანუ საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ პენსიის იმ დონემდე ზრდაზე, რაც წინა ხელისუფლებას დაგეგმილი ჰქონდა და რასაც მიაღწევდა კიდეც. დარჩიაშვილი ეშტონის ვიზიტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია თუ რამდენად დემოკრატიულად ვითარდება შიდა პროცესები საქართველოში. საქართველო-რუსეთის საექსპერტო დიალოგის სტამბოლის პროცესის მონაწილეებმა რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ქართველმა ექსპერტებმა საზოგადოებას ის დოკუმენტის გააცნეს, რომელიც ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენისთვის საჭირო რეკომენდაციებს შეიცავს. აღნიშნული დოკუმენტი სტამბოლის ბოლო შეხვედრისას რუს ექსპერტებთან ერთად არის შედგენილი. გიორგი ხუციშვილის განცხადებით, რუსი ექსპერტების დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ რუსეთში საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი არა მხოლოდ ინტელიგენციაში, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც იგრძნობა.
მე ყოველ შემთხვევაში მაქვს აი ამ ჩვენს მონაწილეების მხრიდან, რომელიც არიან დაახლოებული როგორც რუსეთის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ არიან არასამთავრობო ექსპერტები, აკადემიის წარმომადგენლები, მათგან ჩვენ და ბევრი სხვა მიმართულებიდან ჩვენ გვაქვს ასეთი სიგნალი, რომ რუსეთში არის ძალიან დიდი მონდომება საზოგადოებაში, ინტელიგენციაში, მათ შორის ძალიან მაღალი დონის, ესე იგი, სპეციალისტებისგან, ორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან არის ინტერესი, რომ განვითარდეს ურთიერთობები, რომ ჩაერთონ ამ დიალოგში და უკვე ესე იგი ეს რაღაცა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე და პოლიტიკურ წრეებზე. მამუკა არეშიძე კი აღნიშნავს, რომ შეხვედრისას საუბარი სეპარატისტებზეც იყო. მისივე განმარტებით რუსები ამ თემას ფრთხილად ეკიდებიან, თუმცა აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შესახებ საუბრისას მათ წინააღმდეგობა არ გამოუხატავთ. ეს ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ის ინსტრუმენტები, რომელიც არის გათვალისწინებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატით, მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული. შეიძლება არა საგარეო საქმეთა სამინისტროების, არამედ მაგალითად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლობა გაიხსნას მოსკოვში და მისი წარმომადგენლობა თბილისში. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ძალიან ადვილი არის, ყოველ შემთხვევაში თუ სურვილი არის ამის გაკეთება შეიძლება სავაჭრო სამრეწველო პალატების წარმომადგენლობათა გახსნა თბილისსა და მოსკოვში, რომელიც შეეცდება გარკვეულად ბიზნესს დაეხმაროს და რაც თავარია შეიქმნას მუდმივ მოქმედი სადისკუსიო ფორმატი. არსებობს ჩრდილოეთ კავკასიური სეპარატიზმი, რომელიც არ არის განსაკუთრებული აქტუალური ახლა, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კავკასიური სეპარატიზმი ზუსტად შენებულია, ესე იგი, სხვა ფორმით, რასაც ქვია პოლიტიკური ისლამი. და არსებობს სხვა ტიპის სეპარატიზმი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ეს არის რაღაცნაირად ურთიერთ შეუთავსებელი ცნებები მათთვის და ამიტომ ერიდებოდნენ, მაგრამ ჩვენს დაჯინებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ტერიტორიები არის უკანონოდ ოკუპირებული და ჩამორთმეული, ამის თაობაზე საწინააღმდეგო აზრი არავის არ ქონია. სტამბოლის პროცესი პირველად 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ გაიმართა. შეხვედრებში ქართველი და რუსი ექსპერტები მონაწილეობენ და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივებზე მსჯელობენ. გამოშვებას რეგიონში განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომა, რომელზედაც გამგების დანიშვნის საკითხი უნდა განხილულიყო, გადაიდო. ამის შესახებ 22 ნოემბერს ხდომის დაწყებამდე 1 საათით ადრე გახდა ცნობილი. რა იყო ამის მიზეზი, დეტალები ნინო სამნიაშვილის სიუჟეტში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა კვლავ თავისუფალია. მისი დაკავების სურვილი ზვიად ყვირალაშვილს, ნუგზარ კვაცაშვილს, ჯონი ოსიაშვილს, სოსო ბერიკაშვილსა და ელენე მოდებაძეს აქვს. ქართული ოცნება რესპუბლიკელების ფრაქციის რამდენიმე წევრი მხარს ზვიად ყვირალაშვილს უჭერს. ზვიად ყვირალაშვილს უჭერდი მხარს კი. ბიურო ვერ იმსჯელა რა, იმიტომ რომ ისეთი ამხანაგების განცხადებები იყო წარმოდგენილი, ზოგიერთ ფიზიკურად ვერ ჩუსმევთ, ამას დასჭირდა რაღაც გარკვეული დრო. დასახელებული კანდიდატურიდან მხოლოდ ზვიად ყვირალაშვილს ვიცნობდი მე, ზვიად ყვირალაშვილს უჭერდი მხარს. გამგებლის კანდიდატურად სწორედ მის წარდგენას აპირებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. თავის თავზე აღება ამ ხელა პრობლემებისა ადვილი არ არის, ამიტომ მე ყველას ვწევ პარტიის თანაბრად და მაქსიმალურად ვცდილობ დავიცვათ დემოკრატიული პრინციპები. მანამდე ზვიად ყვირალაშვილს უჭერდით თქვენს მხარს? ზვიად ყვირალაშვილს უჭერდი. განცხადებების შეტანისვა და ხუთშაბათს 4 საათამდე იყო, თუმცა სესიის დაწყებამდე საათნახევრით ადრე ალექსანდრე სირბილაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დრო კიდევ სჭირდება. ჩვენ და სამწუხაროდ ვერ მოხდა შეთანხმება იმ ერთ კანდიდატზე, რომელიც წარედგინებოდა საკრებულოს და თხოვე საკრებულოს ბიუროს შევედი წინადადებით, რომ დროებით გადადებულიყო საკრებულოს ხდომა და ისინიც გაგებით შევხვდნენ აღნიშნულ საკითხს და ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო მეტი დემოკრატიის ფორმულა. სოსო ბერიკაშვილი და მიხეილ ფურცელაძე ალექსანდრე სირბილაშვილს კაბინეტში ესტუმრნენ, რათა დაერწმუნებინათ, რომ ზვიად ყვირალაშვილი ნაციონალებთან გარიგებულია და გადაწყვეტილება შეეცვალა. დავით ბერძენიშვილი გაიგება მოხდა ნაციონალებს და იგივე ნაციონალებს შორის. მე ნაციონალებს ავეძახე რესპუბლიკურ პარტიას, მინდა განმარტო და თუ მაინც და მაინც რესპუბლიკელი უნდა იყოს სხვა კანდიდატურა და არა კაცი, რომელიც არის გასვლელი ნაციონალებთან. მოგვიანებით მიხეილ ფურცელაძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე სირბილაშვილს სესიის გადადება მოუწოდა. თხოვდით, რომ იქნებ გადადოთ და სხვა კანდიდატი განიხილოთ, მაგრამ მათხოვს ეწოლაზე და იმაზე არა, ეგ იყო მეგობული საუბარი. რომ საკრებულოს ხდომა აღარ ჩატარდებოდა, ამის შესახებ საკრებულოს წევრებისთვის არავის უცნობებია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებმა და ფრაქციებმა 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. როგორია წინასწარი შეფასებები საკითხს ეთერ თეთრაძე არკვევდა.
ბიუჯეტი საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებში უკვე განიხილეს და გარკვეული შენიშვნებით შეიტანეს. როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრმა ალექსანდრე ინანაშვილმა განმარტა, ძირითადად შენიშვნები სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მშობიარეებისა და ახალშობილების დახმარებებს ეხება. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი დაფინანსება უნდა გაიზარდოს და ერთჯერადად 400 ლარით განისაზღვროს. 2013 წლის ბიუჯეტში არის შემდეგი შენიშვნები. ვიმსჯელეთ და გვინდა რომ დავამატოთ სასაფლაოების მოლაპატრონობას ხარჯები 40,000-ია და გვინდა რომ გავზარდოთ. ასევე სოციალურ საკითხებში არის რამოდენიმე მუხლი, რომელიც შეიძლება რომ შევცვალოთ. კერძოდ შეშის საკითხი არის ესეთი, რომ შეშაზე გამოყოფილი თანხა პირდაპირ გადავიდეს ერთჯერად დახმარებებში. ბიუჯეტი სოციალურ საკითხთა კომისიაშიც განიხილეს. გია ენუქიძე მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელებს და დიდებს დაბალი ხელფასები აქვთ და მათი ანაზღაურება უნდა გაიზარდოს. ამასთან უნდა მოხდეს სპორტის მწვრთნელების ხელფასების გადახედვაც. ყველა სამსახურის მიმართ მე შენიშვნები მქონდა, რა თქმა უნდა. ზოგს მომატებული აქვს, ზოგს დაკლებული აქვს. ეს რა თქმა უნდა გადაჯგუფდება და დახვეწილ სახეს მიიღებს, ეს ჩოცხია ფაქტიურად ბიუჯეტის, მაგრამ ძირითადი პრეტენზიები მაინც აქვს ამ ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით. ეს ეხება, ყველას ეხება, ყველა დარგს, მაგრამ ძირითადად მაინც საბავშვო ბაღებსა და სპორტული სკოლის მასწავლებლებზე არის ლაპარაკი, რომლებსაც პენსიის დოლის ხელფასიც არ აქვს ჯერჯერობით. 2013 წლის ბიუჯეტი 7,594,000 ლარით განისაზღვრა. დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომა გაიმართა. რა საკითხები განიხილეს ხდომაზე, ჩვენი კორესპონდენტი კი ამბობთ. დღეიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ოფიციალურად ვაკანტურია. საკრებულოს ხდომაზე დიმიტრი ლოლაძის განაცხადი თანამდებობიდან წასვლის შესახებ საკრებულომ დღეს ერთხმად დააკმაყოფილა. საკრებულოს თავმჯდომრის დავით ბაკაშვილის ინფორმაციით, გამგებლის მოვალეობას ყოფილი გამგებლის მოადგილე იოსებ ტყემალაძე შეასრულებს. საკრებულომ დღეს მომცა თანხმობა როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს გავანთავისუფლო დაკავებული თანამდებობიდან ბატონი დიმიტრი. ანუ ეს განკარგულების წესია ეს და შემდგომ ამისა დღეს მე დავწერ ბრძანებას გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის, ამ შემთხვევაში მე გამიზული მაქვს იოსებ ტყემალაძის დანიშვნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ის იქნება ვაკანსია გამგებლის თანამდებობაზე და სანამ ის ავირჩევთ ახალ გამგებელს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით საჯარო მოსამსახურეებს 2013 წლიდან სახელფასო სარგოც გაეზრდებათ. საკრებულოს თავმჯდომრის ინიციატივა ფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთმა წევრმა გააპროტესტა. მისივე განცხადებით თანხა, რომელიც წლიურად 800,000 ლარს შეადგენს და საკრებულოსა და გამგებლის თანამშრომლების ხელფასებში ამიმართული, ჯობია ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდეს. ჩემი აზრით აღნიშნული თანხა დაახლოებით 800,000 უკეთესი იქნებოდა, რომ მოხმარებოდა ინფრასტრუქტურას, გზების რეაბილიტაციას და რემონტებს ბაღების და სხვადასხვა 1000 რამე გასაკეთებელია. პატარა თანხა არ არის. პატარა რაიონისთვის და ჩვენს პატარა ბიუჯეტისთვის 800,000 ძალიან დიდი თანხა არის და თლიანობაში გამოდის 1,800,000 მარტო ხელფასებზე წლიური მონაცემი. კანონის თანახმად გამგებლის პოზიციის დასაკავებლად მსურველს შეუძლია 10 დღის ვადაში საიტზე გამოქვეყნებულ ვაკანსიის შესახებ შეიტანოს განაცხადი. საჯარო სამსახურის კანონის თანახმად დღესვე დღის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს ვებსაიტზე, ოფიციალურ ვებსაიტზე დაიდება განაცხადი საკრებულოს მიერ. ამ განაცხადში იქნება აღწერილი რა ვაკანსია გამოცხადდა, ამ შემთხვევაში მესმის გაინტერესებთ, რომ გამგებელზეა საუბარი, აუცილებლად იქ იქნება ჩამონათვალი კანონის ნორმებიდან გამომდინარე, რა მონაცემები უნდა წარმოადგინოს. აქ არის კვალიფიკაცია მისი, შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა, რომ გარკვეულ სამსახურებში მქონდეს მუშაობის გამოცდილება. აქ არის კომუნიკაბილურობა და 1000 რამე არის კანონმდებლობაში დეტალურად არის გაწერილი, მე ახლა არ დავიწყებ ამაზე საუბარს. 10 დღე ეძლევათ კანდიდატებს, პრეტენდენტებს უпростоრეთ არანაკლებ 10 დღის, რომ იგივე ვებსაიტზე საჯარო სამსახურის ბიუროს ვებსაიტზე განათავსონ თავის მოთხოვნები. 10 დღის ვადის ამოწურვისთანავე საკრებულოს ხდომას კიდევ ერთხელ გამართავს და შესაბამისი კანდიდატურის შემთხვევაში გამგებელს საკრებულოს წევრები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.
1 აპრილიდან პენსია იზრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორ შეხვდა მოსახლეობა ამ სიახლეს და როგორ აისახება ეს თითოეული ოჯახის ბიუჯეტზე, ნინო სამნიაშვილი გიამბობთ. დაპირებების შემდეგ ოფიციალური კანონპროექტი მოამზადეს და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პენსიონერებსა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პენსიის გასვლის შესახებ ამცნო. 2013 წლის 1 სექტემბრიდან ასაკით პენსიონერების და მკვეთრად გამოხატული პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსია გაუტოლდება საარსებო მინიმუმ. მართლმადიდებლური დაკარგულების არსებული პენსია დღეს 55 და რეპრესირებულების არსებული 55, ეს ყველაფერი გახდება თანაბარი და გაიზრდება 100 ლარამდე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლის გოგონას შობლებს ზედმეტი თანხა ჯერ არ დარჩენიათ, რომ მისთვის სამოსი შეეძინათ. მათ 70 ლარიანი დახმარება იმისთვისაც არ ყოფნით, რომ მოზრდის საკვები უყიდონ. ბებიის თქმით, თუ დახმარებას 30 ლარით გაუზრდიან, თავს მისცემენ გოგონას ზოგჯერ ტკბილეულიც უყიდონ. ისინი ხელისუფლებას ყურადღების მიქცევას თხოვენ. 70 ლარი ამისთვის არაფერი არაა, არაფერი არ არის. არ კმარა. ბავშვს დღეში სუმცირე ორჯერ მაინც ხომ უნდა ვაჭამოთ. ჭამელი ბავშვია, ყველაფერი ენატრება ბავშვს და ვერ ვყიდულობ, ჩილო ვერაფერი. ზეთი შემომაქ. მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებში ეხარჯებათ პენსიის უმეტესი ნაწილი პენსიონერებს და მათ საკვებისთვის თანხა თითქმის აღარ რჩებათ. ძალიან შეზღუდულად ვართ. ხორცი ჩვენთვის იშვიათად არის რომ ვიყიდოთ და ისეთი პროდუქტი რომელიც მართლა კალორიულია და მიზანშეწონილია ოჯახისათვის. ეთერხიდაშელმა უკვე მოისმინა, რომ სექტემბრიდან პენსია შესაძლოა 25 ლარით გაიზარდოს, მაგრამ მისი აზრით დახმარება ყველაზე მეტად ამ ზამთარშივე სჭირდებათ. ჩვენი პენსია 125 ლარი არანაირად არ აკვოფნეს, იმიტომ რომ უნდა გადავიხადოთ 60 ლარი მარტო წამალს უნდა. 10 ლარი წყალს, 15 ლარი ან დაახლოებით 12-13 ლარამდე შუქის ფული არის გადასახდელი. და აბარა ვიცი რა გავახერხოთ. ეს როგორ შეიძლება რომ სექტემბერში მოუმატო პენსია, როცა ახლა ისეთი გაჭირვება გვაქვს, რომ რა ვიცი, ზამთრის პირია, შეშა ჩვენ არა გვაქვს, პეჭი ჩვენ არა გვაქვს, არაფერი არ გაგვაჩნია. რა ვუყოთ? 1 აპრილიდან კი ყველა მოხუცს თანაბარი პენსია ექნება და 67 წლამდე პენსიონერებიც 125 ლარს აიღებენ. საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები შედის. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მზადდება. კანონპროექტში მითითებულია, რომ დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 30 დღით ადრე გააფრთხილოს. ამ ინიციატივას საბიბლიოთეკო გაერთიანების ბიბლიოთეკარი დადებითად ხვდება. შრომის კანონთა კოდექსში არსებობდა მუხლი, სადაც დამქირავებელს შეეძლო უკანონოდ და უსამართლოდ გაენთავისუფლებინა დაქირავებული. ეხლა მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში შედის კანონის ცვლილებები, სადაც აღარ ექნება უფლება ამ დამქირავებელს, რომ თავის ნებასურვილით, თავისი შეხედულებისამებრ მუშაკი სამსახურიდან გაანთავისუფლოს. გაზეთ გურჯაანის ჟურნალისტი მარინა ზარდიაშვილი კი მიიჩნევს, რომ მოქმედი შრომის კოდექსი მთლიანად გადასახედი და შესაცვლელია, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი კანონი არ უნდა იყოს. სახელმწიფოს, რომელსაც აქვს დემოკრატიულობის პრეტენზია და სახელმწიფოს დღეს საქართველოს ამის პრეტენზია ნამდვილად აქვს. ნამდვილად არ შეეფერება ესეთი შრომის კოდექსი, რომელიც ფაქტიურად მონათხრობელური სახელმწიფოს შრომით კოდექსს უფრო წააგავს. ცვლილებები არის დაუყოვნებლივ გასატარებელი. მე ვთვლი, რომ ეს შრომის კოდექსი ფაქტიურად ახლიდან არის დასაწერი. ის ცვლილება, რომ ეხლა გადის დაუშვათ ერთი თვით ადრე უნდა გააფრთხილოს დამსაქმებელმა დასაქმებული განთავისუფლებამდე ძალიან კარგია. შეგახსენებთ, რომ არსებული შრომის კოდექსის თანახმად დამსაქმებელს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე შეეძლო დასაქმებული პირის გათავისუფლება. გურჯაანის სამუსიკო სკოლაში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
გურჯაანის სამუსიკო სკოლის გაერთიანების მიერ გიორგობის დღისადმი ღონისძიების გამართვა უკვე ტრადიციად იქცა. კონცერტზე, რომელშიც თითქმის ყველა მოსწავლე მიიღო მონაწილეობა, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. ეს კონცერტი ეძღვნება უკვე თითქმის ტრადიციათა აქცეული და ეძღვება ყოველთვის გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. კონცერტში მონაწილეობას იღებს სამუსიკო სკოლის, გურჯაანის სამუსიკო სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე, ყველა განყოფილება. მათ უხარიათ დღევანდელი კონცერტი, ამიტომაც ყველას მინდა რომ სიხარული, ბედნიერება უსურვოთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი სიმღერა შევასრულეთ და დიდი აპლოდისმენტებით დავიმსახურეთ. აღსანიშნავია, რომ სამუსიკო სკოლების გაერთიანება ღონისძიებებს ხშირად მართავს, მომდევნო კონცერტი საშობაოდ ჩატარდება. დაგველოდეთ ეთერში მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ დავბრუნდებით. უსაფრთხო ეკოლოგიური ეკონომიური. შუპს თამკერაკ თავაზობთ გაზის ხუმელს, რომელსაც შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი კერძი, გამოაცხოთ პური და გაატაროთ მთელი ზამთარი თბილად. Შეიძინეთ გაზის ღუმელი აგიათი, მოამზადეთ სადილები, გაატარეთ ზამთარი თბილად და კომფორტულად და ყოველ სეზონზე გადავარჩინოთ 20 ასეთი ხე-გაჩეხვას. გაზის ღუმელი, სითბო და კომფორტი თქვენს ოჯახში. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. მსხვერპლი მოჰყვა გადაუღებელ წვიმებს დიდ ბრიტანეთში. BBC-ს ცნობით დაღუპულია 2 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით დატბორილია 800-ზე მეტი სახლი. ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის რამდენიმე დასახლებული პუნქტი გზის დატბორვის გამო მოწყვეტილია გარემოს. არც თუ დამაიმედებელია სინოპტიკოსების პროგნოზი, მათი ინფორმაციით უახლოეს დღეებში წვიმები არ შეწყდება. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა ქვეყნის პრეზიდენტი კიდევ გახდეს. მან ამის თაობაზე ფრანგულ გაზეთ ფიგაროსა და ფრანს პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობა ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად კომფორტულად მიაჩნია. თუმცა არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. მე ვერ გავხდებოდი პრემიერ-მინისტრი რომელიმე სხვა პრეზიდენტის გვერდით. ამას ვერც წარმოვიდგენდი. პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრად მუშაობა, ვისთანაც კომფორტულად შეიძლება, ეს ვლადიმერ პუტინია, განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. კონდარი სასარგებლო მცენარეა. შინაური ბიზონი მეჯვარე ქორწილში. გამოშვების დასასრულს საინტერესო ამბები. გარდა იმისა, რომ კონდარი სასიამოვნო გემოს ანიჭებს ამა თუ იმ კერძს, ის მკურნალიც ყოფილა. თუ საჭმელი ცხიმიანია, ცოტაოდენი კონდარი მას შეუმსუბუქებს. კუჭზე ლოდივით არ დაგაწვება, რადგან ხელს უწყობს საკვების მონელებას. კონდარი სისხლში შაქრასაც არეგულირებს, ამიტომ დიაბეტით დაავადებულთა ერთგული მეგობარია. მათ უნდა მიიღონ კონდრის ნაყენი. კონდარი სასარგებლოა როგორც ცოცხლად, ასევე ხმელის სახით. ბიზონი სახელად ველური ნივთი მოულოდნელად აღმოჩნდა თავისი პატრონის როლანდ ბრიჯის და შერონ ბრიჯის მოწმედ ქორწილში. ცხოველი სწორედ მათ გაზარდეს. სულ პატარა იყო, როცა როლანდიმ 2005 წელს გადაწყვიტა ეზრუნა მასზე როგორც ოჯახის წევრზე. როლანდიმ გამოუყო ფართი თავის სახლში და ეს ფართი გახდა ბიზონის საკუთარი ოთახი, სადაც მას შეეძლო ჭამა და ძილი. აგრეთვე სახლში სრული უფლება ჰქონდა შესულიყო იქ, სადაც მოესურვებოდა. საქორწინო ცერემონია ჩატარდა წარმატებით, მაგრამ მოწვეული 40 სტუმრიდან როლანდის ასეთი გადაწყვეტილება არც ერთმა არ მოიწონა. ასეთი იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია მომავალ შეხვედრამდე. ობიექტური ინფორმაცია. საჯირო რჩევები. ღია დებატები. პრობლემების განხილვა და კვალიფიციური ანალიზი.
ჩვენ მუშაობთ მხოლოდ თქვენთვის. ეს შენი არხი.